დღეს არის შაბათი 20 ივნისი საეკლესიო კალენდრის დღეს არის 7 ივნისი 2026 წელი და ვაგრძელებ საუბრებს ჩვენი პატრიარქის შესახებ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია. კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი, რომ აი პატრიარქის შესახებ რომ ვსაუბრობთ, აი პატრიარქზე ვთქვათ, რომ ყვებით, ხო? რა არის აი პატრიარქის შესახებ საუბარი როგორი უნდა იყოს, როგორი შეიძლება რომ იყოს, ეს არის მისი საქმეები. ეს არის მისი საქმეები დღეს, აი დღევანდელი გადასახედიდან აი როგორ შეიძლება ამ შეფასების გაკეთება, ვინ იყო ჩვენი პატრიარქი და რა თქმა უნდა ეს არის მისი პირადი ცხოვრება და რა თქმა უნდა ბევრი რამ დაწერილა, თვითონაც ბევრი მოუყოლია ამის შესახებ, მაგრამ მე ხა ძირითადად ვსაუბრობ აი რა შექმნა ჩვენმა პატრიარქმა და რას აკეთებდა და აი ამ წლების განმავლობაში რითი იყო დაკავებული ჩვენი პატრიარქი, მისი გონება, მისი მოღვაწეობა და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამიტომ აი ამ რაც მე მქონდა შეხება მასთან ეს არის, ნუ აი ვიყავ ხუშტეში 90-იანი წლების დასაწყისი ჯერჯერობით სადაც ვსაუბრობ და აი როგორ იცვლებოდა გარემო მის გარშემო მთლიანად. ნუ ჩვენ შევჩერდით 90 წელია და წმინდა ნინოს გზაზე ვართ ისე, იმიტომ რომ ბევრი რამ მოხდა, რა თქმა უნდა, ამას მე თანდათანობით, ნუ არ ვიცი, იცით, კიდევ ერთი შედარება მინდა მოვიყვანო, როდესაც საერთოდ ესეთ ადამიანებზე, როგორიც არის ჩვენი პატრიარქი, ხშირად იყენებენ ხოლმე სიტყვას ბერმუხა. აი რომ წარმოიდგინოთ ეს ბერმუხა რას ნიშნავს, ეს არის დიდი მუხის ხე, აი დიდი, რომელსაც რა თქმა უნდა თვითონ მისი ტანი ფესვებზე აღარა მაქვს ლაპარაკი. ეხლა როგორ აქვს ფესვები გადგმული და წინაპრებიდან როგორ მოდის, მაგრამ ხშირად მისი ტოტები აი ლამის თვითონ ტანის სისქია ხოლმე, აი ქვედა რო იწყება მაგალითად ესე და აი ესეთი ტოტები მისი ტოტები ეს არის ის საქმეები და როგორ იშლება და როგორ იზრდება და როგორ კიდევ ტოტი რო იტოტება. ხო და პოეტს მუხრამაჭავრიანს ეს სიტყვებიც კი აქვს ნათქვამი, ნუ ამ ტოტებზე ყოველი ტოტი და ტოტის ტოტი და ტოტის ტოტი ყოველი. აი ესეთია ეს რო იტოტება და იტოტება რა. ხო და აი რომელ ტოტს გაყვები, რომელსაც არ უნდა გაყვე, ისიც კიდე იტოტება და ამიტომ ამბობ, რომ აი არ ვიცი, წარმოუდგენელია უბრალოდ ამ ყველაფრის აღწერა ეს ერთი. აღწერა ხო არის წარმოუდგენელი და მე ამისი ნახვა, წაკითხვა, ამისი გაცნობა, აი ერთ ადამიანს, ხო? რამდენად აქვს იმის რესურსი, რომ ეს ყველაფერი დაიტიოს თავის თავში და ახსოვდეს, აი გაიგოს. ნუ კი მოუყვება თქვა ყველაფერს, ხო? ბევრი საათი დაჭირდება, მაგრამ მე როგორ დაიტევს ამას ადამიანი. ნუ არ ვიცი, მოკლედ ეს სამყარო. ამიტომ ვიძახით, რომ პატრიარქი არის ეპოქა. ნუ მე გადავდივარ ახლა ისევ გავაგრძელოთ ამ წმინდა ნინოს გზასთან დაკავშირებით და როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვიმოგზაურეთ მისი ლოცვა კურთხევით. და ნუ გამოგვიყო მანქანა და აი ამ მანქანით ჩვენ, ესე იგი, ამ მანქანით ნუ მაშინ ეს ყველაფერი რთულია, არც მანქანა ყავს საპატრიარქოს შესაბამისი ბევრი და კი არა, ნუ აი საკმარისი სატრანსპორტო საშუალებებიც არ არის და სახსრები ხო არ არის და გამოგვიყო ეს თანხა, გამოგვიყო ეს მანქანა და ვიმოგზაურეთ და ნუ მოვიარეთ, ესე იგი, ამ მანქანით როგორც მოგახსენეთ, სამნი ვიყავით, ეს იყო ჩვენი მეგობარი კახა ლურქიფანიძე, რომელიც გარდაცვლილია, ეს იყო დიაკონი ბესარიონი,
ჩუხრუკიძე და მე გახდით მათ ერთად ვიყავით მოკლედ წასულები და ნუ პირველ რიგში ჩვენი მიზანი იყო ნუ აი ჯავახეთი პირველ რიგში ჯავახეთი და ნუ როგორც ამ პირველი მოგზაურობიდან 1999 წლის მოგზაურობიდან გავიგეთ, გაირკვა, ნუ იქ რომ დავდიოდით კიდე ხო ვკითხულობდით და აღმოჩნდა რომ კიდე ყოფილა ქართული სოფლები და ვეძებთ ამ ქართულ სოფლებს. ვეძებთ როგორ სად უნდა ვიაროთ და როგორ შეიძლება ეს მარშრუტი შევადგინოთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვფიქრობთ, უკვე იმაზეა საუბარი, რომ როგორც 99 წელს 27 დღეში გავიარეთ, რომ ესე არ იყოს 40 დღე გვაქვს და როგორ დავგეგმოთ, აი დაახლოებით როგორ გავაკეთოთ ისე, რომ აი ზუსტად 40 დღე გამოვიდეს ჩვენი მოგზაურობა, იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომ აუცილებლად შეეცხოვლობას უნდა დავამთავროთ. უბრალოდ პეტრე პავლოვის დღესასწაულზე 12 ივლისს უნდა შევიდეთ ჯგუფი მცხეთაში სვეტიცხოველში და მერე 13 ივლისს 12 მოციქულის ხსენებას უნდა დასრულდეს საზეიმოდ დაგვირგვინდეს კიდევ ერთი დიდი ნათლობით ეს ვინდა ნინოს გზაზე მსვლელობა. ნუ ესე იგი ხა მე რა თქმა უნდა ხა ყველაფერს რა კაი მოგზაურობაც საკმაოდ თუთელი იყო და დიდი და რაც მახსოვს ესე იგი აი მას მოგიყვებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა უნდა მოგიყვეთ, აი რაც ჩვენც ნუ მე რა ესე იგი როგორ გითხრათ, ჩვენ აღმოვაჩინეთ მოკლედ ბევრი სოფელი ქართული. ეხლა მე მაქვს ერთ-ერთ ქართულ სოფელზე ლაპარაკი, მე გესაუბრე თქვენ სოფელ ხოსპიოს შესახებ, რომელშიც ეს ნახევრად სოფხური და ნახევრად ქართული სოფელია და ეხლა აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი ასეთი სოფელი, ეს არის კითხვა-კითხვით, გამოკითხვით, ეს არის სოფელი ბარალეთი. აი ბარალეთის შესახებ მინდა მოგიყვეთ. და დახობთ რომ წარმოიდგინოთ, ესე იგი ცოტათი ეს იუმორიც რომ ჩავორცოთ, რომ წარმოიდგინოთ, მოკლედ მანქანით დავდივართ და ვეძებთ და ნუ შევდივართ, აი გზიდან გადავუხვევთ ხოლმე, გზენ ცენტრალური გზიდან. გადასახვევებია და სადღაც მოხვდებით, არ ვიცით სად მივდივართ, აი ვერ გეტყვით და გადავუხვევ და შევდივართ ციგნში, მაგრამ აქ ძირითადად ახალქალაქის რაიონში ძირითადად სომხური სოფლებია ძირითადად. ხო და აი რაღაც სადღაც ახლა ვერც კი გეტყვით, სად გადავუხვიეთ, მოკლედ და კითხულობთ, ხო და აი დახობთ რომ ვითარება წარმოიდგინოთ ესეთი, ნუ კინაღამ ძალიან სერიოზული კონფლიქტი მოგვივიდა. რა არის ხა საკონფლიქტო, ხო? მანქანა მიდის და ნუ შევდივართ და ვკითხულობთ, ესე იგი რაღაცა გვაინტერესებს. ნუ ძირითადად ახლა სულაც არ არის სასიამოვნო რომ ქართულ ენაზე აი ვერც კი წარმოიდგენთ. ნუ აი ეხლა სხვა ვითარებაა, ეხლა ვიცით უკვე წინასწარ და ისიც ვიცით რომ მივდივართ რა ენაზე მოგვიწევს, ხო საუბარი, მაგრამ მაშინ აი მაშინდელი წარმოდგენებით საქართველოში ვარ და შედიხარ და ქართულ ენაზე ვერ ელაპარაკებ, რაღაც სოფელში შედიხარ და ვერ გაიგებ ვინ არის. ხო და ნუ ესე იგი ნუ ბევრი საინტერესო რამე ხა ჯერ მე ბარალეთზე მოგიყვებით, თორე ისე ძალიან საინტერესო სხვა სოფლებიც აღმოვაჩინეთ და გარდა ამისა კიდევ გარდა იმისა რომ სოფლები აღმოვაჩინეთ საინტერესო, გარდა ამისა ჩვენ გვაინტერესებს კიდე რა გზები არსებობს, აი ესე იგი დავალება გვაქვს პირდაპირ პატრიარქის ესეთი რომ გავარკვიოთ, ერთი არის რომ ვიცით მდინარეს უნდა გამოყვე, მაგრამ ხო არ არის კიდევ აი სხვა სოფელში გადასასვლელი და რაღაცა ესე რა. ხო და ერთი რაც უნდა მოგიყვეთ, ესე იგი არის აი ეს ნუ აი ბარალეთს რაც შეეხება, რაც მე ვნახეთ უკვე ეს ისიც მითითებულიც აქვს მე ვიდეო პატრიარქის მოგზაურობა ჯავახეთში და აი არის გადაღებული ყოფილა 98 წელს პატრიარქი რო იყო, ეს პატრიარქი თურმე ყოფილა ნამყოფი ამ ჯავახეთში. ჩვენ არ ვიცით თქო ეს ყველაფერი და ჯავახეთში კი არა ბარალეთში თვითონ ბარალეთში და ეს ყველაფერი რაც მე განვითარდა მოვლენებით. ეხა ჩვენც რო უკვე სამოგზაუროთ აი მანქანით რო შევდივართ ამ ბარალეთში, ეს უკვე მომხდარებებენ რომ ნამყოფია პატრიარქი აქ და აი რასაც გიყვებით ეს თვითონ უკვე ნანახი აქ პატრიარქს თავისთავად. მოკლედ
ამ რაღაც სომხურ სოფელში მოვხვდით, არ ვიცი რაში და ვეკითხებით და რუსულად თავიდან რაღაც ქართულად დავიწყეთ, მე და რაღაც დაიძაბა, რუსულად კითხეთ და მოკლედ რაღაც რაც გვინდოდა გავარკვიეთ, ვიღაცა კაცი ახალგაზრდა კაცი იყო, ესეთი რა მოკლედ თავისი სიამაყე და თავისი ღირსება რო გააჩნია, ხო კი ბატონო გააჩნდეს და ბოლოს საოცარი რაღაცა გითხრა შორდებით, რამაც აი გამოიწვია ნუ რაღაც ესეთი. ესე იგი რუსულად უნდა ვთქვა. იმიტომ რომ ქართულად რო გადავთარგმნი, თავის დავდარბილდება ეს და რუსულად ძალიან დაძაბული ფრაზაა რა. რა გითხრა იცით? რომ დამთავრდა ხო და აი გამოკითხა რა, რატო ხარ აქ რაღაცა და ხო და ბოლოს დაკმაყოფილდა ეს ადამიანი ინფორმაცია მიიღო და გვეუბნება ლადნა იძიცე ჟივიცე ეს ქართულად ნიშნავს წადით და იცოცხლეთ, იცხოვრეთ თუ რაღაც ესეთი. ანუ ქართულად პირდაპირ რუსულად გადავთარგმნოთ, ესე იგი ეს იძიცე ჟივიცე, ეს იმას ნიშნავს, რომ ისა რა ქვია, აი როგორ შეიძლება ეს აღიქვა ადამიანმა რა, ხო და რომ ესე იგი აი რომ გაძალებთ რა ამის უფლებას, რომ იცხოვროთ თუ რაღაცა გადამირჩით, ამჯერად გადამირჩით, თუ რაღაც ეგრე ითარგმნება და ხო და ნუ აი ჩვენს თანამგზავრებს, ესე იგი განსაკუთრებით თვალბესარებს, აი სისხლი რომ მოგასხამს, სახეში უყურებ პირდაპირ თვალებში, ხა რაღაცა მოხდება და მე ვთხარი მამა ბესარიონ ეხლა ბესო იყო და მე ვთხარი არა მე ვთხარი რაღაც სხვა რამეს გვეუბნება მეთქი და მე მიყურებს და აი ხო არ მეთქი ქართულად რა იცოცხლეთ რაღაც ესე და ეს იცოცხლე ხო სურვილს ნიშნავს და არა იმას ნებართვის მოცემას ხო და ესე გვეუბნება მეთქი რა და ნუ ცოტა ჩავწყლარდით რა აი რაზე შეიძლება კონფლიქტი რო წარმოიქმნას წარმოიდგინეთ რა ეს კაცი თავისთავად ისე გვეუბნება აი მართლა ხა სინამდვილეში ესე არის იცოცხლეთ გავაბწადეთ იცოცხლეთ წადით და იცოცხლეთ რაღაც ხო და ამას კიდე ესე იგი ესეთი სიყო რა ქვია და მოკლედ ეს იზიწე ჟივიწე დავრჩა რა ესე მოკლედ ესეთი ამბავი წამოვედი ხა რომ ვიზოცხლოთ ესე იგი და წამოვედი და აი ხა ძალიან საინტერესო ამბავს გიყვებით და შევდივართ მოკლედ მიგვასწავლეს რომ ეს კი გაგებული ქონდა რომ კოთელია არსებობს ქართული სოფელი კოთელია ხო და ეს არის ახალქალაქი ეხლა კი ვიცით ეს ყველაფერი და ზუსტად შემიძლია გითხრათ ახალქალაქიდან რომ გამოდიხარ ახალციხისკენ რომ მიდიხარ მარჯვენა მხარეს იქვე არის გადასახვევი და ეს გზა დღეს მოწყობილიც არის მეტნაკლებად ეს არის გზა რომელიც ბაკურიანში გადადის პირდაპირ ბაკურიანში გადადის და გზაში არის სოფლები და არის სოფლები სადაც ქართული მოსახლეობა ეს კოთელია არის კიდევ ქართული ოჯახებია სოფლებში და არის აი ეს კოთელიადან არის კიდე გადასახვევი მარჯვენა მხარეს და იქ არის სოფელი ბარალეთი და ეს სოფელი ბარალეთი გვაინტერესებს იმიტომ რომ აი ეს როგორც გავიგეთ არის ქართულ სომხური სოფელი და მოკლედ რომ გადაუხვიეთ ამ ბარალეთში ნუ არ არის შორი კოთელიადან 3 კილომეტრია ბარალეთში გადაუხვიეთ და აი აქ მოხდა ესეთი ამბავი ესე იგი რომ შევდივართ სოფელში იქიდან სოფელში ორი ტაძარი ერთი სოფური ტაძარია მე-19 საუკუნის ერთი არის უძველესი ქართული ტაძარი ნუ მე-12 საუკუნის ტაძარია და აი ეს ტაძარი გვაინტერესებს გავიგეთ რომ ყოფილა ეს ტაძარი და მოკლედ აი ამ ტაძრისკენ გზიდან არ ჩანს უნდა რაღაცა მოუძებნეთ და ამ ძებნაში რო ვართ პირდაპირ ხედავთ რომ აი ამ სახლებია ეგ სოფელია რა და საპირისპირო მხრიდან მორბის ვიღაცა აი მორბის ადამიანი ხო და კი კარგად ვერ მივხვდით რა არის მაგრამ სანამ ჩვენ მოძებნეთ ეს ტაძარი მანქანით ჩვენ ჩანვართ ესე იგი ეს იმ სომხურ სოფელშიც იმ კაცმა რო გითხრა რომ იცოცხლეთო ესე იგი იქაც და ყველგან ნუ ძალიან ესე იგი თან ეს ჩვენი მანქანა ნივა არის შინდისფერი ხო და იქ ყველაფერი შავთეთრია რა ამ დროს რა აი მანქანებიც ძალიან ცოტა აი ეს უცხო მანქანა უზრო შედის სოფელში აი თელი სოფლის ყურადღებას იქცევს და ნუ აქედან რომ შემოვედით ეს ყობა იქიდან შორიდან ჩანდა სოფელს რომ მოვახლოთ რაღაც უცხო მანქანა მოდის აი რომ წარმოიდგინოთ ესე იგი აქ მისთვის და
და ეს ადამიანი ვიღაცა მორბის და ნახე ჩვენ დავინახეთ რომ ვიღაცა მორბის, მაგრამ ნუ მოკლედ არ ვიცი თუ ვინ არის და რომ მივედით ამ ტაძართან და ესეც მოირბინა ამ ადამიანს და დადგა და ნუ ეხა ჩვენ უკვე სავარს რა ქვია ვინ არის რა ენაზე დაველაპარაკოთ უკვე ცოტათი გაფრთხილებულები ვართ რა და მოკლედ ეს თვითონ დაგველაპარაკა ეს ადამიანი აღმოჩნდა მერე ნუ გავიცანეთ და რაღაც ეს არის გოგი ბატონი, გოგი ხმალაძე, ასაკოვანი ადამიანი იყო. გოგი ხმალაძე, რომელიც აღმოჩნდა ქართული სკოლის დირექტორი, ბარალეთის ქართული სკოლის დირექტორი, რომელიც დახვდა და რომელიც ფაქტიურად აი როგორც სოფლის თავკაცი ისე დახვდა და ნუ მივესალმეთ, გამოვკითხა რა ხდება, შევედით ტაძარი გვაჩვენა, გამოვედით ტაძრიდან და რა თქმა უნდა მიგვიპატიჟა თავის სახში და ნუ ჩვენ კი ორი უთხარით და ჩქარობთ და რაღაც, მაგრამ ჩვენ ვიდით რომ აუცილებლად მოვალთ, ჩვენ აუხსენით რომ რატო დავდივართ, რომ წმინდა ნინოს გზაზე უნდა ფეხით გავიაროთ და მოკლედ ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა და ნუ ესე იგი ესე უცებ ვერ მოასწარით რომ ეთქვა რომ პატრიარქი იქნა მყოფია ჩვენ ეს მერე გავიგეთ და მერე კიდე ხო გითხარით ეს რომ გამოქვეყნდა საერთოდ ჩვენ თვალით ვნახეთ როგორ ჩაიარა პატრიარქის ვიზიტმა და ამაზე მერე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით ამ გოგი ხმალაძეზე ძალიან ბევრი და საინტერესო რამ მოსაყოლი მაქვს ესე იგი ბატონ გოგიზე. ხო და მოკლედ ესე იგი აღმოჩნდა რომ ეს გოგი ხმალაძე არის ქართული სკოლის დირექტორი და ესეთი რაღაც გითხრა რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი გამოსულია ბიბლია და უკვე აღარ დატაცა ყველა ესე იგი ნუ აღარ არის ესე იგი ფიზიკურად აღარ არსებობს და თხოვა რომ თუ შეიძლება რა თქმა უნდა ჩამოვიდეს ჯგუფი, რა თქმა უნდა მივიღებთ დავხვდებით ჩვენ ვთქვათ რომ ესე არ ვიცი რა ამხელა ჯგუფი იქნება, მაგრამ ჯგუფი უნდა მოვიდეს მოკლედ აქ სოფელ ბარალეთში და უკვე ვიცით რომ ყავს მასპინძელი რომელსაც ჩვენ ვეძებთ და რომელთანაც მე ჩვენ გვექნება ურთიერთობა და ლიტერატურა უნდა დაუტოვოთ რაღაც და მოკლედ ბიბლია თუ შეიძლება რომ ბიბლია რომ ჩამოგვიტანოთ და მე რა თქმა უნდა ჩვენ შევპირდით იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი ყავს რომლის რა გითხრათ აი ყველაფერში რობის იმედი გაქვს რომ ჩავალთ მოუყვებით ამ ყველაფერს და რომ ვეთყვით ამას და რა თქმა უნდა რომ პატრიარქი ამ სოფლისთვის პატრიარქი აუცილებლად გაგვეტანს ბიბლიას სულ რო არ იყოს არც ერთი ცალი დარჩენილი დარწმუნებულები ვარ და შევპირდით რა თქმა უნდა რომ ბიბლიას ჩამოვუტანთ ნუ სკოლისთვის რა თქმა უნდა სკოლისთვის ითხოვა მაგრამ ნუ ეს სკოლა და მისი სახლი მე როგორც გავიგეთ ვინ იყო გოგი ხმალაძე მოკლედ ეს ერთი ეს შემთხვევა მახსენდება და მეორე შემთხვევა მახსენდება მანამდე იყო ეს რომ წამოვედით ჩვენ ფარავნის ტბიდან ესე იგი მე კიდე გქონდა ჩვენ ესეთი მოგზაურობები დაზვერვის იმით მაგრამ ნუ ერთი რა უნდა მოგიყვეთ საოცარი ამბავი ჩვენ ესე იგი ვეძებთ გზებს და როგორც გავიგეთ ესე იგი ნუ ფოკიდანაც შეიძლება სხვა გზით წამოსვლა სოფელ ფოკიდან ეს არის ეს მე აღმოაჩინეთ უკვე ეს გზა ესე იგი ეს გზა არის ორ აბულს შორის დიდ და მცირე აბულს შორის თებს შორის რაღაცა გზა გადადის უძველესი გზა არის და ეს გზა კიდევ უფრო მე მოგვიანებით აღმოაჩინეთ უკვე რუკის მიხედვით ხო და ოღონდ ეს რუკები მაშინ არ აქვს ხო და აი ესე დავდივართ ოღონდ ეს უკვე მე მოგვიანებით კიდევ ერთხელ ვიმოგზაურეთ უკვე რუკის მიხედვით დავდივართ და ვეძებთ და ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ ესე იგი ეს არის სოფელ განძაში რო ჩამოვდივართ იქიდან არის გადასასვლელი კიდე ვიკითხეთ რომ რაღაცა სოფლები არის და ჩვენ არ ვიცით ახლა ეს სოფლები ქართულია თუ არა და მოკლედ განძიდან რომ წამოვედით
მანქანით, აი გზიდან არა, სხვა ესე მოკლე სხვა გზით გადმოვედით, ხო და მარჯვენა მხარეს არის სოფელგანძეში შედიხარ და გადასახვევი. და არც ვიცით სად მედივართ, არც ვიცი და თან გაზაფხულია, ადრეული გაზაფხულია მაინც, ნუ ყოველთვის ჯავახეთისთვის და ნუ ერთი რაღაცა არის, რაც აღმოაჩინეთ, მოვდივართ, ესე აი სრულიად უკაცრიერია ეს გზაც, გაფუჭებულია იქ რაღაცა ტალახში კიდევ ჩავარდით. მოკლედ როგორც იქნა აი ერთი სოფლიდან მივდივარ და იმედი გვაქვს რომ გადავალთ და ნუ აი უკვე რომ იმედი დაგეკარგება ადამიანს რა, ნელა მივდივართ რაღაცა არაფერი არ გვხვდება გზაზე და ბოლოს შევედი რაღაც სოფელში. ნუ ეს რაღაც სოფელი მე როგორც გაირკვა არის სოფელი ეშტია, ესე ქვია დღეს. მაშინაც ეშტია ერქვა, მაგრამ არ ვიცით, სადაც მოვხდით. ხო და რომ შევდივართ, ესე იგი რაღაცნაირი ხალხი ხვდება რა, რაღაც აი განსხვავებულები არიან. აი სადღაც სხვა სამყაროში მოვხდით საერთოდ. ხო და გარეგნულადაც განსხვავებულები არიან. რო ელაპარაკებით, ნუ რუსულად დაგველაპარაკენ და აღმოჩნდა რომ სომხები არიან, მაგრამ აი ხო იცი, აი რო ელაპარაკები სხვანაირი თვალები გიყურებს, სხვა მოკლედ ახლა რას ყვები, იცით? საოცარი რაღაც აღმოაჩინეთ, რომ შუაგულ, ესე იგი ამ თიან, რაღაცა უკაცრიელ თუ უდაბურ თუ რაღაცა ესე, სადაც არავინ არ დადის, საერთოდ მანქანები არ დადის არაფერი და აღმოაჩინეთ სოფელი. რაღაცა აი ბიბლიური სოფელია რა, აი როგორც მე წარმომედგინა, მაშინ ბიბლია ძველი აღთქმა, ხო? რაღაც ესეთი ხალხია, რაღაც ჩამოგზელებული სახეები სხვანაირია. ნუ მე გაირკვა ახლა რო არ გავაგზავნე ძალიან რომ აღმოჩნდა რომ კათოლიკური სოფელია. კათოლიკური სოფელია, ესეც რაღაცა ისტორიული ეს არის რაღაცა ვითარება და ნუ რაღაც სხვანაირები არიან, კეთილები, რაღაცა კეთილგანწყობილები, რაღაცა ძალიან პოზიტიურები. ეხლა ყველაფერი ცოტა სხვანაირია რა, ეხლა ამ წუთისთვის რა. იზოლირებული სოფელია დღემდე ეს და დღემდე კათოლიკური სოფელია, მაგრამ მაინდამაინც ინტეგრირებული სხვა სომხურ სოფლებთან არ არის, იმიტომ რომ ეს კათოლიკური რადგან არის, ამას თავისი ის აქვს. ახლა ის ჩვენ რომ ნახეთ ის ძველი ის იყო შემორჩენილი, ვთქვათ, ხო? ძველი დროიდან ესე იყვნენ და ეხლა ეს კათოლიკური ეკლესია რეალურად მოქმედებს და ფაქტიურად ზემოქმედებას ახდენს და ბევრი რამე შეიცვალა რა, დიდი თანხები დაიხარჯა, საავადმყოფო აუშენეს რაღაცა და მოკლედ ახლა სხვა მიზეზი ერთ გაუცხოების, ახლა ამაზე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ იქ რომ ოღონდ ეს კი ვეღარ წარმოვიდგინე იქ როგორ მივიდოდით ჩვენ და როგორ დავრჩებოდით, იმიტომ რომ ძალიან ესეთი რთული მარშრუტი იყო. ნუ მოკლედ აი ესეთი საინტერესო აღმოჩენები გვაქვს და ნუ ეს რო წამოვედით, მე კიდე უკვე ახალციხის რაიონში, მე ასპინძის რაიონში, ჯერ მე ახალციხე, მე რო წამოვედით აწყურში შევიარეთ და აწყურიდან აღმოჩნდა რომ არის კიდევ სიღრმეში სოფლები და თვითონ აწყურიდან არის მთებში მაღლა, ნუ უნდა სოფლიდან გახვიდე, მიგვასწავლეს სოფლელებმა და გადავედი და ესე იგი აწყურის ზემოთ თისელი, ესე ქვია სოფელს, თისელიდან არის გადასასვლელი, შემდეგ უკვე ბორჯომის რაიონში გადავდივართ, თისელიდან საოცარ ტყეში ვიარეთ ამ იმით, აი რაღაცა საოცარი გადასასვლელი იყო და ესე იგი შემდეგ მოვხდით ტაძრისი და რაღაც სხვა რამდენ სამი სოფელი არის ერთად იქა და ნუ მოკლედ რაღაც აი ზღაპარში მოგზაურობთ რა, ზღაპარში მოგზაურობთ და აი ჩვენი პატრიარქის წყალობით ფაქტიურად ჩვენ სამშობლოს საქართველოს ვეცნობით რა, მანქანით, ჯერ მანქანაზე მოკლედ ჩამოვედით როგორც ესე იგი, ჩამოვედი რამდენიმე დღე გქონდა ეს მოგზაურობა, პატრიარქს მოუყევით, მამა დავითს, ანუ მეუფე დანიელს და უკვე რაღაც ესე იგი შედარებით უფრო მომზადებულები ვართ
როგორ უნდა დაიწყოს ეს მეორე მოგზაურობა, უკვე რაღაცა გარკვეული გამოცდილებით და აი მოახლოვდა უკვე ეს პირველი ივნისი და 31 მაისია და ჩავედით ფარავნის ტბაზე, უკვე მემზადებით მეორე დღეს წირვის ჩასატარებლად, უკაცრავად. და 31 მაისია. საღამოხანია და მეუფე ანანიას ეკუთვნის ეს ეპარქია, ჩვენ ჩავედით ავტობუსებით, მემზადებით უკვე იქ, თადარიგიც უკვე სხვანაირად გვაქვს დაჭერილი, შეშაც მოტანილია, რომ ღამე სიცოცხლე უნდა დავანთოთ და უკვე ველოდები და მეუფე ანანია, ესე იგი, აი სურათი მახსოვს პირდაპირ, თან გარეგნულადაც ესე იგი შორიდან, ისეთი კონსტრუქცია, სახის, ეს თეთრი წვერი, რაღაცა, აი რამდენჯერმე გვეგონა რომ მოვიდა უკვე პატრიარქი, ხედავთ რომ შორს ვიღაც დადის ფეხით, ესე იგი, შორს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ამ ტბის პირას და გზა გადის, აი გზაზე ფეხით დადიოდა, აი ფეხით სცემდა ბოლთას და ესე ელოდა პატრიარქს და რაღაცა ესეთი სამზადისია და აი მობზანდა პატრიარქი, გამოჩნდა ეს მანქანები, შემოვიდნენ და აი დაიწყო ისო წვიმა. როგორც წინა წელს დაიწყო წვიმა და აი დავიძავეთ, დავიბენთ, რა უნდა ვქნათ, ხო? მაგრამ მალე გადაიღო ძალიან ამ წვიმამ, მალე გადაიღო და ისე როგორც წინა წელს გარეთ ჩავატარეთ ლოცვა და ღია ცისქვეშ უკვე იქ არაფერი გადახურვა არ არის და მოკლედ 3 წელი, აი 99, 90, 91 წელი ზუსტად ასეთნაირად მეორდებოდა, ზუსტად ესეთი წვიმა იყო პატრიარქის მოსვლაზე, ეს მაყოლელი მაგდა და ესე მეორე დღეს ესე იგი ჩატარდა წირვა. ამ წელს ჩვენ მეტნი ვიყავით, დაახლოებით ალბათ 70 ადამიანი. დაახლოებით ალბათ 70 ადამიანი, შეიძლება უფრო მეტი კიდე და წამოვიდა ეს, დავიწყეთ ეს ფეხიცვლელობა და ეს ბარალეთის შესახებ მოგიყევით. მოკლედ, ესე იგი, ეს ბარალეთი რაღაცა როგორც ხოსპიო გახდა ნიშნული ამ გზაზე, ეს მერე მომავლისთვის უკვე ეს ბარალეთი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, მოკლედ დღემდე რა თქმა უნდა არსებობს, ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი სოფელი გზაზე, აი რო წინასწარ ემზადები რომ და შეხვიდე და მართლაც ახლა მე ესე იგი ესე ყოველ დღეს დეტალურად ვერც ვიხსენებ და ვერც გავიხსენებ როგორ ვიარეთ, მაგრამ აი ბარალეთში კი შევედის ხოსპიოში რა თქმა უნდა გავიარეთ. უკვე ნაცნობი ადამიანები უკვე ყავს და უკვე ესე იგი ჩავდივართ ესე თანდათანობით და უკვე ბარალეთი ახალქალაქის რაიონია და აქ ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ გონი სამ ნაწილად ვიყოფით ხოლმე ხანდახან, ესე იგი ჯგუფი და სამ სხვადასხვა სოფელში შევდივართ ხოლმე ერთდროულად და ეხლა შევდივართ ბარალეთში, რაღაცა ნაწილი კუთელიაში დავტოვეთ ჯგუფის, ჯგუფი რას ნიშნავს, რომ ალბათ მოძღვარი ყავს, ესე იგი წინამძღოლი მამა ტარიელი მოდის ჩვენთან ერთად, მამა თევდორე მოდის ჩვენთან ერთად, ამბროლაძე და აი მეუფე დანიელი და აი ჩვენი ჯგუფი, მე მეუფე დანიელის ჯგუფში ვარ და ესօრეთ შევედით ამ ბარალეთში და იქ ჩატარდა ჩვეულებრივად როგორც პარაკლისიც, ნათლობაც, რაც ყველაფერი და ეს ბატონი გოგი გვხვდება ხმალაძე, რა თქმა უნდა ჯგუფი რო შედის ჭადართან მივდივართ ფეხით და გვხვდება და ჩვენ კი აი ეს დიდი სიამაყით ეს ბიბლია მიგვაქვს პატრიარქის ხელმოწერილი და ჯგუფი ნაწილდება ესე იგი მოსახლეობაში და ჩვენ კი ბატონი გოგი გვეპატიჟება თავის სახში ბატონი გოგი ხმალაძე და შევედით, გავიცანით ეს ოჯახი, მისი შვილი შალვა, დანარჩენი ორი შვილი თბილისში ცხოვრობს
მისი რძალი ნინელი ანანიაშვილი და ნუ რაღაც ესეთი ოჯახი, ნუ რამაც გამაოგნა გოგი ხმალაძის ოჯახში ვებერთელა, ნუ დიდი ბიბლიოთეკა კედელში, ნუ სკოლის დირექტორია რა, ქართული სკოლის დირექტორია და აი რაღაც სხვანაირ ოჯახში მოვხდით ძველი ფოტოები, რაღაც მე თანდათანობით გავიგეთ მოკლედ ამ ბატონი გოგის შესახებ. არ ვიცი, ალბათ ეხა ჯობია რომ მოგიყვეთ თუ მერე კიდევ. ეხა რა არის მოსაყოლი აქ ძალიან საინტერესო. მოკლედ ბატონი გოგის ოჯახი გახდა საყრდენი რა პირდაპირ აი ჩვენი მოგზაურობის. ოღონდ ესე იგი თვითონ ბატონი გოგის შესახებ უნდა გითხრათ, გოგი ხმალაძის შესახებ. ესე იგი ნელ-ნელა შემდეგ ეხა ეს ყველაფერი რასაც გიყვებით, მე მოგვიანებით უფრო გავარკვიეთ და უფრო დავაზუსტეთ მოკლედ ვინ არის გოგი ხმალაძე, ესე იგი გოგი ხმალაძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე არის და რომ დაბრუნდა, ესე იგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასახლდა დაბრუნდა თავის სოფელში, სოფელ ბარარეთში, ხმალაძეები ცხოვრობენ იქა და ესე იგი დაიწყო ნელ-ნელა დაიწყო, ესე იგი ჯერთი დაიწყო წარმოება აღწერა იმისი აი სად არის ქართული მოსახლეობა მთელ სამხარეში. მერე დაიწყო ესე იგი ამათი ნუ რაღაცნაირად ვის რა უჭირდა, ვის რით შეიძლებოდა დახმარებოდა, ესე ერთი ადამიანი, რომელიც აი ესეთნაირად ცხოვრობდა რა. ხო და ეს აღწერილი ქონდა ეს ყველაფერი ინახავდა ამ აღწერილობებს. შემდეგი რაც შეიძლება ბატონ გოგიზო თქვათ, რომ ესე იგი ვარალეთში არ იყო ქართული სკოლა. იყო ესე იგი ერთი სკოლა, რომელსაც სომხური სკოლა იყო, რომელსაც ქართული განყოფილება ჰქონდა. ნუ არ ვიცი რა იშრომა და რა იბრძოლა ამ საბჭოთა კავშირის პერიოდში და მან მოახერხა და გამოეყო ქართული სკოლა, გამოეყო ცალკე, ესე იგი და ბატონი გოგი გახდა ამ ქართული სკოლის დირექტორი, ეს მისი ღვაწლით, მისი შრომით, ესე იგი მისი შრომით შეიქმნა ეს ქართული სკოლა ფაქტიურად. შემდეგი, ესე იგი რომ ქალბატონი ნინელი, ეხლა ვინც არის სკოლის დირექტორია, ეხლა ბატონი გოგი გარდაცვლილია უკვე, ხო და ესე იგი ეს თავისი ახალგაზრდა რძალი დაიყენა გვერდით. და ეს ნინელი ნუ რა გითხრათ რა, ესე იგი ნუ ჯერ გარეგნულათაც ძალიან ესეთი აი რო შეხედავ, აი ძლიერი ადამიანი, აი პირდაპირ ესე იგი აი ესეთი შტაბ-შტილებას ტოვებს და გარდა ამისა, ეს არის რაღაცა ესეთი საოცრად დღემდე საოცრად აქტიური ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენი წელია გასული ამის შემდეგ, ხო და ესე იგი რა მერე გავიგეთ ეს რა გაუკეთებია ნინელის. ესე იგი ნინელი ჩვენ სანამ ჩვენ მივიდოდით ამაზე ლაპარაკი რა. ეს ქართული სკოლა რო გახსნა გოგიმ ცალკე. ნინელის დაუწყია ესე იგი ხატების შეგროვება თვითონ და სკოლაში გაუკეთებია ესე იგი ხატების კუთხე. საბჭოთა კავშირია წარმოიდგინეთ რა, აი ესეთი, ნუ განათლების სამინისტროში ატყდა ერთი ამბავი თურმე განყოფილება რაღაც ჯერ გვიან გაიგეს. მაგრამ რო გაიგეს რაღაც ესე და ნუ რაღაც სერიოზული მუქარა იყო ამ გოგის მიმართ და საოცრება მოხდა, რომ არ ჯერთვის ეუნებოდნენ რომ სკოლას დაგიხურავთ საერთოდ და რაღაც და ხო და მე ამ ნინელის, ნუ აი რა ვიცი ხა დაჭერაზე არ ვიცი, მაგრამ აიძულებდნენ, იბარებდნენ განათლების განყოფილებაში, იბარებდნენ რომ ესე იგი გაეუქმებინა ესა და არაფრით არ აიღეს ეს ხატები. აი საოცარი რაღაცას გიყვებით ხა, საოცარს. ოღონდ ჩვენ ამას ეს მერე გავიგეთ ჩვენ მე ნახეთ ეს ყველაფერი. მოკლედ ესე იგი მივედით ამ ოჯახში, ნუ აი ნამდვილი დღესასწაული რა, ესე იგი აი ნამდვილი ვისაუბრეთ რაღაც აი მოგვიყვა ამ გოგიმ ეს თავისი ამ სოფლის შესახებ, ამ ყველაფრის შესახებ და ნუ ჩვენ მეორე დღეს უკვე წავიდეთ იქიდან, მეორე დღეს მივდივართ. ოღონდ აი უკვე ბევრი რამ გავიგეთ ამ სოფელზე, გავარკვიეთ თურმე ძალიან ბევრი ადამიანია მოსანათლი და ესე ვერ გავაკეთებთ ეხლა რომ თქვათ აი ნუ რაღაცა კი შევასრულეთ, მაგრამ ეხა ესე საყოველთაო ნათლობას იქ კი არის სხვა შორის დინარე პატარა რაღაც დინარე ჩამოდის ამ სოფელში, მაგრამ ნუ
ნუ ჩვენ ხო ფაქტიურად ეს მეორე მოგზაურობა არის სამზადისი მესამე მოგზაურობისთვის 1991 წელს უკვე გეგმავთ უკვე თან მივდივარ და თან გეგმავთ რა უნდა მოხდეს ამ წელს რაღაცა ძალიან დიდი მასშტაბის მოგზაურობა მოიწყო 1991 წელს ხო და ამისთვის ესე იგი ვამზადებთ ამ ინფორმაციას და მოკლედ ეს მე უკვე დანიელის ჯგუფი ანუ მამა დავითი შევიდა სოფელში და მამა დავითი დარჩა ამ ოჯახში ხო მე ძალიან საინტერესო რაღაცისთვის ვემზადები რომ ხალხი გაუსვა და ხალხს უსვამ ამიტომ რომ რაღაცა ამბავი უნდა გითხრათ ნუ მოკლედ აი რაღაც ასეთი არის ეს მე იქით უკვე ასპინძიდან რომ გავდივართ იქაც აღმოაჩინეთ რომ არ არის აუცილებელი რომ ტრასაზე ვიაროთ იმიტომ რომ კი არ ვიცი წმინდა ნინოც ესე იყო თუ არა მაშინ ესე მდინარეს მიყვებოდა და უდაბურია რა იმიტომ რომ ეხა ასპინძიდან ახალციხემდე მდინარეს რომ გაუყვე ნუ ფაქტიურად მარტო ერთი სოფელია სოფელი რუსთავი და მარტო იმ სოფელში და ისიც ნუ დიდი გზა არის საკმაოდ რა და ამიტომ შეიძლება თურმე სხვანაირად ესე იგი ასპინძიდან მარცხენა მხარეს არის გადასახვევი ცოტა მაღლა გიწევს ასვლა მთებით უნდა გადახვიდე მაგრამ სამაგიეროდ ძალიან შტამბეშტავი და ძალიან საინტერესო სოფლებია გზაზე ეს არის საყუდაბელი ორგორა ძველი ესე ქვია ზველი და კიდევ იქით არის შემდეგ ძალიან საინტერესო სოფლები ამ ზველის იქით და მე უკვე მოგვიანებით უკვე ფაქტურად შევისწავლეთ კარგად იქ სადრა სოფელია და ესე ფაქტობრივად გადადიხარ მთის გადადიხარ და ჩადიხარ მე ურაველი არის სოფელი მე იქით სიღრმეში არის კიდე ხეოთი სოფელი ოღონდ ხეოთში მეორე წელს ვერ მივედით და ნუ აი როგორ გითხრათ რა აი სადღაც მოვხვდით აი სხვა სამყაროში ვართ ახლა კიდევ ერთი რამ არის ძალიან შთამბეშტავი რომ ამ სოფლებში ჩვენ ეს უკვე 90 წელს რომ დავიწყეთ გავიარეთ უკვე ამ სოფლებში და მე უკვე 91 წელს როგორც გითხარით დიდი მასშტაბური მოგზაურობა გველოდება წინ და ესე იგი აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა რომ შევდივართ ამ სოფლებში არსებობს მოკლედ თითქმის ყველა სოფელში არის ტაძარი მიტოვებული რომელსაც იყენებდნენ კომუნისტების დროს მარცვლის შესანახად და ნუ რა ვიცი მოკლედ არ დაანგრიეს ხო და შევდივართ სოფელში მაგალითად აი ურაველში რომ შევედით ხა მე ესე როგორც სახელებს ვასახელებ თორე გზაზე მყოფი სოფლებია და ესე იგი აი რასთან გვაქვს საქმე ესე იგი თვითონ სოფლელებმა გვითხრეს რომ ცოტა მოშორებით სოფლის განაპირას ნუ დინარის მიმართულებით არის ტაძარი რომელიცო ინვენტარიზაციას გადაურჩა რას ნიშნავს ესე იგი რომ კომუნისტების დროს რომ მოიცალეს მოკლედ ამ კომუნისტურმა მთავრობამ დაიწყო ესე იგი ტაძრების ინვენტარიზაცია შედიან ტაძრებში და აღწერას აკეთებენ ესე იგი რა ინახება რა ნივთებია და თუ იქნებ რამე არის ძვირფასი და შემორჩენილი რა ძვირფასი ხარ ოქროსი არაფერი არ იქნებოდა მაგრამ შეიძლება ვერცხლის ბარძიმია რაღაცა და მოკლედ ან რაღაც ისტორიული ღირებულების თუ რაღაცა და მოკლედ იძარცვებოდა ეს ტაძრები ეს მერე დაიკარგა ეს ყველაფერი ესე იგი ეს ნივთები ნუ ჯვარი ტრაპეზის ჭურჭელი წიგნები და მოკლედ აი ესე რომ შევდივართ აი ამ სოფელში მაგალითად ამ ურაველში ეს ტაძარი როგორ იყო იცით როგორ ჩანს ეს მღვდელი რომ ბოლომგვდელი და ბოლომჭირო რომ გადააფარა ამ ტრაპეზს ესე იგი აი როგორც გადააფარა ისე დაგხვდა ჩვენს იცით როგორ შტამბიშტავი იყო რაღაც მე ესე იგი აი ამ აწყურიდან რომ გადავედით ტაძრის საკირე ესე ქვია სოფლებს და იქ ვნახეთ კიდე ესეთი აი რა გითხრათ ერთი წიგნები ძველი წიგნები როგორ 19 საუკუნის ოღონდ საფრთხისმსახურო წიგნები
მერე კიდევ ესე იგი ეს ბარძიმფეში ხომ იყო თავის თავად მერე კიდევ სხვა წიგნები ვნახეთ სადაც მოსახლეობის აღწერა იყო ვინ ჯვარი დაეწერა საეკლესიო წიგნები მოკლედ აი ეს და აი ესეთ საოცარ რაღაცას ვაწყდებოდით მივდიოდით და ჯერჯერობით ახალს ვერ კიდევდით ვერაფერს აი ხო მოვლა უნდა ეხა ამას შენახვა უნდა რაღაცა მაგრამ ვერ ჩვენ ეხლა უბრალოდ ვიმახსოვრებთ ამას ვიმახსოვრებთ ისევ ტოვებთ როგორც დახვდა რომ აი იმედი გვაქვს კიდე მოვალთ და არავინ არ არის ხო გეუბნებთ აი ყდელი არ არის ეკლესია ნუ ესე ზოგადად აი ფაქტიურად რაც აი ამ კომუნისტების დროსაც დაიხურა და რაღაცა ესე დაკონსერვებული აი ესე ხდება ეს ყველაფერი ამ ძებზე ნუ აი ძალიან შტამბეშტავია ეს ყველაფერი ძალიან აი რაღაცა თითქოს რაღაცა აი გაცოცხლება და განახლება ხდება ამ ყველაფრის და ნუ მოკლედ აი ესეთი არის ეს მეორეს გზა ეს უფრო მე წმინდა ნინოს გზა უფრო მეტად არის გაცნობის უფრო მეტად არის აი რაღაცა გარკვეული გეგმების დაწყობის და ნუ ჩამოვედით პატრიარქი დაგვხვდა ნუ ჯერ რამდენჯერმე ხო გითხარით ეს ყოველთვის ესე ხდება მოდის ხოლმე ვატოცინდესი მობრძანდება გზაში მოულოდნელად დაგვხვდება ხოლმე ხან ნაყინით გაგვიმასპინძდება ხან რაღაც კონფეტებს თუ რა ვიცი ჩამოგვიტანს და რაღაც საოცარია ხოლმე რომ ვიცით რომ პატრიარქი მოდის უკვე მაშინ გვებულობთ იმ დღეს და მოკლედ ძალიან ესე და რას თავარია სვეტიცხოველში ყოველ წელს ნუ აი რა ვიცი ბოლო წლები არ ვიცი ალბათ 2000 ნუ 10-12 აი რაღაცა აი ამ წლამდე ესე იგი რა აუცილებლად პატრიარქი გვხვდებოდა აუცილებლად თვითონ პირადად უკვე რო ასაკში იყო აღარ მახსოვს აი რომელი წელი იყო როცა არ დახვდა პატრიარქი ფიზიკურად არ ვერ შეძლო თორე რაღაცა ესე ძალიან გვიან მოკლედ ყოველ წელს პატრიარქი ესე ხვდება იმავე საღამოს ესე იგი ეს მზადდება ეს სიგელები ყოველ წელს რაღაცა პირველ წლებში განსაკუთრებით აი არ არის ხო ეს მოგახსენეთ ლიტერატურა ხან სახარებას დაგვირიგებს ხან სამუნების დაგვირიგებს აი ისეთი რაც აი პირდაპირ სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს წიგნები და მოკლედ ხდებოდა ეს დიპლომები არსებობს დღემდე ამ ნიმუშს ვიყენებთ რომ აი ფარავნის პირდან ცხეთამდე რო ფეხით განლო გზა და სახელი და გვარი იწერება მისი ხელმოწერა მისი უშუალო დალოცვა და გადმოგცემს ხოლმე მოკლედ აი ამ დიპლომებს პირველ წელს მამა ტარიელი მამა დავითი და მამა თევდორე გზის დამთავრების შემდეგ აიყვანა პატრიარქმა დეკანოზის ხარისხში და გამშვენებული ჯვრები დაურიგა სამივეს ესე იგი ერთნაირი ჯვარი გადასცა ეს იყო ძალიან დიდი სიხარული და ნუ აი რაღაცა ესე იგი აი ზეიმია ეს ყველაფერი დიდი ზეიმია და ნუ მოკლედ აი დამთავრდა აი ეს ესე იგი 90 წლის 90 წელს წმინდანის გზაზე მსვლელობა და რა თქმა უნდა სვეტიცხოველობა დღეს დაგეგმილი გვაქვს და გამოცხადებულია დიდი ნათლობა ყურისა და არაგვის შესართავთან, თუმცა სინამდვილეში ცოტათი ოდნავ ზემოთ დინარე არაგვის ნაპირას და ნუ ეს მეორე ნათლობა უკვე შედარებით ორგანიზებული, იმიტომ რომ დაახლოებით ვიცით რასთან გვაქვს საქმე, პატრიარქმა მოიწვია მოძღვრები, რომლებსაც ჩვენ გავუნაწილეთ, ესე იგი ფუნქციები უკვე და უფრო ბევრად უფრო ორგანიზებულად ჩატარდა ეს ნათლობა და ამის შემდეგ ესე იგი 90 წელია და ვაგრძელებთ ესე იგი ახლა აი მსჯელობას რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი და უკვე ფაქტიურად ამ გზის დამთავრებისთანავე ჩვენ ვიწყებთ მზადებას 1991 წლის მოგზაურობისათვის, თუმცა 1991
90 წელსაც ბევრი რამ მოხდა კიდე, ისევ გზასთან დაკავშირებით გეუბნებით და საერთოდ პატრიარქთან დაკავშირებით, თორე საერთოდ ძალიან ინტენსიურად ვითარდება მოვლენები და მე ესე იგი ამ საუბარს გავაგზავნებ უბრალოდ ამ შემდეგით საკითხებზე მოგიყვებით უკვე შემდეგ საუბარში რა მოხდა მერე აი ამ გზის დამთავრების შემდეგ 1990 წელს ამით კი დღეს დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგვოცოთ ჩვენთან არს ღმერთი